მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTV-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. ეს არის ვლოგი, რომელსაც აუცილებლად ჭირდება ბედნიერი დასასრული. ჩვენ ვიყავით თურქეთში, ქალაქი იზმითი ქოჯაელისპორის სტადიონი, სადაც საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში გადამწყვეტ შეხვედრას გამართავს თურქეთის წინააღმდეგ. პირველ ტურში თურქებთან საშინაო კედლებში მარცხის შემდეგ აუცილებლად გვჭირდება გამარჯვება. მატჩამდე რამდენიმე საათია დარჩენილი, მანაც რამ დაიწყებთ ამიტომ ყურებას გთხოვთ გამოიწეროთ GeoTV-ის YouTube არხი, მოიწონეთ ეს ვიდეო, დააჭირეთ ლაიქის ღილაკს და ჩაუჯექით თურქეთის საქართველოს GeoTV-ის YouTube არხზე. წავედით. მეგობრებო, ტაქსში ვხედავთ და მივდივართ სტადიონისკენ. ზოგადად ჩვენი სანაკრებო ლოგები გასული თამაშებზე არის ისეთი, რომ თამაშის წინა განწყობა, ქალაქში სეირნობა, გულშემატკივრებთან შეხვედრა, თუმცა მოდი ახლა მე თქვენ მოგიყვებით, რატო იწყება ვიდეოს დასაწყისიდან ლოგი პირდაპირ სტადიონისკენ, რატო არის ჩვენი გეზი. პირველი ის რომ საერთოდ ქართული გულშემატკივრების მსვლელობა არ იქნება, იმიტომ რომ პოლიციამ ხელსაყრელი ადგილი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ გამოყო მსვლელობისთვის, იმიტომ რომ თურქი გულშემატკივრები ალბათ იცით არ არიან თლად უსაფრთხოები ამ მხრივ თავიანთ ქვეყანაში მით უმეტეს და ამასთანავე მოუქცეს რჩევა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან, რომ მედიის წარმომადგენლები რაც შეიძლება მალე და ადრე მივიდეთ სტადიონზე, იმიტომ რომ გზები გადაიკეტება, შემდეგ ძალიან ბევრი თურქი გულშემატკივარი იქნება და უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჩვენ უნდა ვიყოთ მალე სტადიონზე, ამიტომ ვეცდებით სტადიონის გარშემო როცა მივიდოთ განახოთ რა ხდება, თუმცა შემდეგ თავარი მოქმედებები ჩვენს ბლოგში დაიწყება უშუალოდ ტრიბუნებიდან. ეხლა ჩამოვედით ტაქსიდან სტადიონისკენ მივდივართ ფეხით და ისეთი ნაგვისუნი დგას, აი ხარს ყველაფერი კილომეტრით ადრე სტადიონზე ხარს, როდესაც ნაგავსაყრელია აქ გუშინაც საქართველოს ნაკრებმა ნაგვის სუნის ფონზე ივარჯიშა და ეხლა საშინელი სუნია სტადიონზე ნაგავსაყრელთა როგორც ჩანს. Evet abi hatırat verelim abi buyurun hatıratlar beyler buyurun. Var mı hatırat isteyen beyler? Bunlar çalışıyor şu an. Bunlar çalışan onlar. Bunlar çalışıyor. ოდიოდი სტადიონისკენ და ამდენ თურქში ქართული დროშა, რა თქმა უნდა, მაგარი სანახავია. რა განწყობით ხართ თამაშამდე და ნამდვილად მნიშვნელოვანი თამაშია დღეს თქვენთვის. გაუმაჯოს პირველ რიგში მოვესალმები ყველას. რა თქმა უნდა, მოვედი იმისთვის, რომ ვნახო საქართველოს ნაკრების გამარჯვება, უამრავი გოლი, კარგი თამაში და შევეცდები, რომ ჩემი წვლილი შევიტანო იმ 11 კაცში და კიდე დამატებით ფეხბურთელებში მოგებაში, ასე ვთქვათ რა და ქართული დროშა ამაყათად ხართ თურქეთში რა დამოკიდებულება რამე ხო არ მიიღეთ აგრესია ან ამის გავსი ცილობენ, მაგრამ რა თქმა უნდა ის კატეგორია რომელიც ასე ვთქვათ ჯერ ვერ გაზრდილა და ჩვენ ასე ვთქვათ სტაბილურად ისე წნარად ფეხბურთის საყურება და კარგი თამაშის საყურება რა თქმა უნდა მოსაგებად მოვედით და ყველანაირად ვცდილობთ რომ არ ავყვეთ პროვოკაციებს. მეგობრებო, დაიდო შემადგენლობები
სტადიონზე ვართ უკვე ცვლილებებია შემადგენლობაში ან არაერთი დაცვის ხაზი ტაქტიკა შეიცვალა 4-3-3 თამაშობთ გოვლიჩა ლოჩო არის დაცვის ცენტრში კაპიტანი კვარა იქნება ამ თამაშში იმიტომ რომ არშო სტამზია შეტევის ხაზში ზურიკო ბრუნდება ზურიკო მიქაუტაჟი კვარა ახერდაცვა იგივე მექვაბა კიკე კოჩორა ნახოთ შემტევი თუმცა როგორც ვთქვი როლინი სხვა გზა აღარ არის უკვე გუნდები გამოვიდნენ ფიჩექზე საკმაოდ ხმაურიანად დახვდა გულშემატკივრები ჯერ ნახევარი სტადიონია სავსეთ არწმუნო რომ თამაშო დაიწყება რა ატმოსფერო იქნება ჩვენთან ერთად არის რა თქმა უნდა ქართველების საყვარელი წყალი ნაბეღლავი რომელიც დაგვეხმარება რომ ენერგიულად ვიყოთ წელი თამაშის განმავლობაში და ნახოთ იმედია რა ვიცი ამ ჯგუფის გადამწყვეტი შანსია და უნდა მოვიგოთ სხვა გზა არ არის მატივისემა ჩვენს უკამყოფ ქართული სპორტის კომანდებს და ქართულ გულშემატკივრებს, რომლებიც გახურებიდანვე უკვე ძალიან ხმაურიანები არიან და ძალიან ხმაურიან გულშემატკივრები ჩვენს გუნდს, რა თქმა უნდა, როცა ისინი სიმღერას იწყებენ, მუსიკას უმატებს თურქული მხარე, ტვენას იწყებენ, თუმცა რესპექტ მატივისემა ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენს საოცარ გულშემატკივრებს, რომლებიც ძალიან ხმაურიანები არიან უკვე დასაწყისშივე. Roçan Kocaeli Stadyumuna numara number 8 Güler 10 numara number 10 Şalhanoğlu Mecnun'a Leyla'sına gelişmez sırrına
გოლის გადამოწვევა მიდის, გაგვიტანეს და ამოწვევა. გოლია. როგორც პირველ მატჩში, ასევე დღესაც სწრაფი გოლი გაუშვით სამწუხაროდ თურქებისგან. მე-14 წუთზე ამჯერად კენან ილდიზის გოლით იგებენ. ასპინძლები 1-0 სტადიონზე საოცარი ატმოსფეროა და თურქები კომფორტულ უპირატესობაში არიან საერთო ჯამში სამწუხაროდ. სამწუხაროდ ძალიან ცუდი რაღაც ხდება. 22 წუთზე 2-0-ს ვაგებთ. საშინელი სტარტი. თქოს რაც იმედის მომცემი პირველი წუთები იყო. სტანდარტულია, ისევ კუთხურიდან გაგვიტანეს. როგორც პირველ თამაში, ეხლა კუთხურიდან გაგვიტანეს და კიდე თურქები არიან შეტევაზე. თავიანთ საოცარი ხანობის თანხლებით. გვიჭირს თამაშის დაალაგება 25 წუთზე ერთი მომენტიც არ გქონია. ეხლა ამ წელს მიდის 25-24 წუთზე ერთი მომენტიც არ გქონია სამწუხაროდ. და 2-0-ს ვაგებთ. დასრულებულია მეგობრებო 3-0. თურქეთის ნაკრების სასარგებლოდ საშინელი პირველი 45 წუთი, როგორც პირველ თამაში საქართველოში, თურქები ეხლაც აკეთებენ იმას, რაც სურთ, გაგვიტანეს როგორც იქ, ესევე აქ სტანდარტული მდგომარეობიდან ერთი გააზრებული შეტევაც არ გქონია, საერთოდ შეტევა არ გქონია პირველ ტაიმში სამწუხაროდ. ყველა გოლში ძალიან სუსტად გამოვიყურებით. მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის წამდგენია კომპანია აჭარაბეთი. მადლობა ჩვენი მხარდაჭერისთვის. ახლა კი წამოდით და ვნახოთ მეორე ტაიმში თუ შეიძლება რამე შეიცვალოს. სამწუხაროდ პირველი 45 წუთით შეგვიძლია ვთქვათ, რომ დამაიმედებელი არაფერი ჩანს ჯერჯერობით. კატასტროფა ხდება თურქეთში 52 წუთზე 4-0. ცენტრალური მცველის მერიქ დემირალის დუბლი კუთხურიდან მეორე გოლი გაგვიტანა. ორივე გოლზე მეტრა 90 პლუსიან მერი დემირალს ოთარ კიტეიშვილი მეურვეობდა. ძალიან მაინტერესებს, ანუ ეს ტაქტიკაში როგორ დაიხაზა, ვისი დავალებაა, რომ ამ სიმაღლე მცველს ოთარ კიტეიშვილი იყვანდა ორივე კუთხურის დროს. საშინელი თამაში ჩვენი შესრულებით. სამოცდამეორე წუთზე გიორგი ქოჩურაშვილმა გაიტანა გოლი ოთარ კიტეიშვილის პასით, თუმცა რა თქმა უნდა ნახეთ გოლი კი იყო ამაზე, რომ ეს არაფერს არ ცვლის, არც ეს ერთი გოლი ყოფნის არაფერში და ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის ერთ-ერთი უსაშინესი თამაში საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელ ისტორიაში. მატჩი დასრულებულია 4-1 საქართველოს ნაკრები დამარცხდა თურქეთთან უშანსოდ.
ამოდით ახლა სანამ ფინალურ მონოლოგს ჩავწერ წამოდით და მიკსონაში გავესაუბროთ ფეხბურთელებს, ვისთანაც ამის საშუალება გვექნება. ჯეზების პოვნა, ალბათ, რომ დაწყნარდება ყველაფერი და გადავხედავთ თამაში თუ რად ვიქნება, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ ყველაზე ადვილია თავის ჩახრა და ნეგატივზე გამოყოლა. ნეგატივის ზებნა ვიცი რა რთულ მდგომარეობაში ვარ და დიდი გამარჯვებების შემდეგ რაც რეალურად ქართულმა ხალხმა ნახა და ჩვენც შევიგზენით ამის შემდეგ ესე დაცემა არავის არ გვინდა არც შემოჯას არც თითოეულ ჩემ თანაგუნდელს და არც მთლიანად საქართველოს არ გვსიამოვნებს როდესაც ჩვენ ფეხბურთელებს არ გვაქვს იმის საშუალება რომ მოედანზე ის შევქნათ ისი შევქნათ შინაგანად გვინდა მაგრამ საქართველოს და ქართულ ხალხს ყოველთვის ქონია რთული მომენტები და ყოველთვის ვიცით როგორ უნდა გამოვიდეთ ამ რთული მომენტებიდან და დარწმუნებული ვარ რომ ეს თითოეული წაგება რომელიც ამ შეკრებაზე მივიღეთ თავაწეულები გულღია მივიღებ ყველა შეცდომას პირველ რიგში ჩვენ თავზე ვიტყვი ყველა ჩვენ შეცდომას ჩვენ თავზე ავიღებ და ერთადერთი გზა რომელიც არის რომ გამოვასწოროთ ეხლა კლუბებში მივდივართ ყველა, მაგრამ კლუბებში როცა მივდივართ, ასევე ეროვნულ ნაკრებზე და ჩვენ ქვეყანაზე უნდა ვიფიქროთ. ისე უნდა მოძლიერდეთ, რომ შემდეგი თამაშები შეიძლება მიზანი არ გვაქვს გასვლის უკვე გადაგვეწურა, მაგრამ ეს თამაშები გამოვიყენოთ იმ გამოცდილებისთვის, რაც წინ მოდის, იმიტომ რომ ისე ვიტყვი, ნეგატივი ადვილია, მაგრამ პოზიტივი უნდა ვნახოთ შემდეგი თამაშები. უნდა რამენაირად გამოვასწოროთ ეს ყველა. რთულია საუბარი ძალიან ასეთი თამაშების შემდეგ, როცა მოლოდინები განსხვავებულია და თამაშის სცენარი მოედანზე აბსოლუტურად განსხვავებული. ძალიან დასანანია და არ ვიცი რა, ძალიან განვიცდით ყველა, მაგრამ ყველამ ალბათ ჩვენ თავში უნდა ჩავიხედოთ, ყველა ფეხბურთელმა მეც პირადად და აღვიქვათ კარგად ის რომ საქართველოს ნაკრებს წარმოვადგენთ და ის თითქოს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ის ნაპერწკალი აღარ გვაქვს რაც გქონდა და თითქოს სადღაც დავკარგეთ და აუცილებელია ამის დაბრუნება რა ამის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება იმიტომ რომ მაღალი დონის კლუბებთან გვიწევს დაპირისპირება და ამ თამაშებში ფაქტიურად დღესაც ძალიან დავიჩაგრეთ განსაკუთრებით პირველ ტაიმში და ვფიქრობ რომ ასე ვერ გავაგრძელებთ და ყველამ ჩვენ თავში უნდა ჩავიხედოთ და ჩვენ თავში ვიპოვოთ ის ძალა რომელიც გუნდს მოუტანს კიდევ უფრო მეტ სიძლიერეს და განვითარდებით, გავაგრძელებთ შრომას, სხვა შანსი არ არის, სხვა გამოსავალი არ არსებობს, უბრალოდ საკუთარ თავზე მუშაობაა ერთადერთი გამოსავალი გუნდის გაძლიერების. აი ნაპერწკალის დაკარგვა რამ გამოიწვია შედეგად? რთული სათქმელია, ნამდვილად ამაზე პასუხი რო გქონდეს ალბათ დღეს ეს თამაშიც არ იქნებოდა, მაგრამ ეს ჩემი გადმოსახედიდან და ჩემი ზნობებიდან მოედანზე ესე ჩანს. თითქოს ერთმანეთთან ყოფნა ძალიან გვიხარია, ძალიან მეგობრული გარემოა გუნდში, ძალიან კაი განწყობა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მოედანზე თითქოს ეს ერთიანობა ბოლომდე ვერ გადმოგვაქვს და ეს არის ძალიან დასანანი. არა, ეს დავალება არ იყო, უბრალოდ მე ზონაში ვდგავართ კუთხურის დროს, არის პირველი 4-ეული, რომელიც ბურთზე თამაშობს და მეორე ხუთი ფეხბურთელი, რომელიც ფეხბურთელებს ბლოკავს, მე მეორე ხაზში ვიყავი და ფეხბურთელს ბლოკავდი უბრალოდ ბურთზე სხვა ფეხბურთელს უნდა ეთამაშა, ანუ ზონის დროს ინდივიდუალურად არ მეურვევ ფეხბურთელებს რა, უბრალოდ ჩემთან ესე მოხდა, უბრალოდ დაემთხვა, მანაც გამოიყენა ოპერაცია. მიჭირს საუბარი რა თქმა უნდა, ძალიან გვინდოდა რომ სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი და რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა გულშემატკივარს რომელიც გულშემატკივრობს რომ გრძნობთ ამ განსაკუთრებულ სიყვარულს და კიდევ უფრო დასანანია ეს რომ ჩვენ ის სიხარული არ შეგვიძლია ვერ მოუტანეთ რომელიც ყველას გვინდოდა მთელ ქვეყანას და
ისე არ გამოვიდა როგორც გვინდოდა, მაგრამ ძალიან დიდი მადლობა რა თქმა უნდა შემადგენლებს და ვეცდებით რომ რაღაცნაირად ეს ყველაფერი გამოვასწოროთ არა, უბრალოდ სხვანაირად წარმართოთ რა, იმიტომ რომ გამოსწორება უკვე ამ ჯგუფში შეუძლებელი. რთულია რაც ხელგულზე დასკვნის გამოტანა. ვფიქრობ რომ რაც გვინდოდა ის ვერ გავაკეთეთ. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენ ხომაგებს რომლებიც ნახევარზე რამდენი ჩამოვიდნენ და სულ ჩვენ ვერ შედგანან. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, მაგრამ არ დავნებდეთ, დასკვნა უნდა გამოვიტანოთ და ალბათ ისე ვერ გავაკეთეთ და ისე არ მოვემზადეთ და ვერ მოვემზადეთ, რომ სოფლიო ჩემპიონატი დაგვემსახურებინა. ყოველთვის სულია სოფლიო ჩემპიონატზე დასვლა, მაგრამ ფეხბურთია შეიძლება რაღაც არ გაგვიმართლა. იმიტომ რომ ვიტყოდი რომ თამაში დავიწყეთ, თამაში დაიწყო, ესე უპირატესობას თურქეთი არ ყავდა გოლამდე ვიძახი. ასე არეული თამაში იყო, ჩვენ მქონდა რაღაც ეს ცოტა რეალური მომენტი, კარგად გავითამაშეთ საჯარიმოში, მაგრამ სამწუხაროა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა და დასკვნის გამოვიტანთ და უფრო ძლიერები უნდა დავიმოდოთ და აუცილებლად დავდივართ. კი, რა თქმა უნდა, ანუ ჩვენ ერთმანეთთან ისე ვართ, თუ უკეთესად არა ეს არ არის ამის მიზეზი რა თქმა უნდა. არ ვიცი, სტადიონზე ალბათ სხვა ქიმია გვმართებს და სხვა ემოციები. ვფიქრობ რომ უნდა გამოვასწოროთ, გადავხედოთ რა იყო, როგორ იყო და ამაზე პასუხი არ მაქვს, სად გაქრა. ჩვენს ისე ვტკივა რა თქმა უნდა, როგორც თქვენ და არ დავნებდებით და მოკლედ მეგობრებო, ეს არის თურქეთთან მატჩის ვლოგის დასასრული მონოლოგი. იმედია მოკლედ ვიტყვი ჩემს სათქმელს. პოსტადაც მეწერა თამაშის შემდეგ. სიმართლე გითხრათ, წლების გასვლასთან ერთად მივხვდი რომ რაღაც ის თქვა რომ გინდა ცოტა უნდა მოიცადო, იმიტომ რომ ცხელგულზე, გაბრაზებულზე, ესე რომ ვთქვათ, თავ მაშინ როცა ესე საშინლად თამაშობ, დიდია იმის ალბათობა, რომ გაბრაზებულზე რაღაცები არასწორად თქვა, რაღაც ის სხვანაირად მოგიდოს, სხვანაირად გამოგივიდეს. ესე რომ ვთქვათ, ცხელგულზე ლაპარაკი არასდროს არ კარი, უნდა დამშვიდე, დაფიქრდე და შემდეგ დაწერო ან თქვა არის თქმა გსურს. თუმცა ამ მატჩმა და ბოლო ორმა მატჩმა და მატჩებმა აჩვენა რომ ადამიანის მადლიერიც ვართ, ადამიანი რომლის ცხოვრების ქვეშაც ქართულ ფეხბურთთან ყველაზე დიდი ოცნება არის საქართველოს ნაკრები დიდ საფეხბურთო ფორუმზე გასულიყო. საუბრობ ვილისანიოზე, დროა რომ დაემშვიდობოს ჩემი აზრით ჩვენს ნაკრებს, იმიტომ რომ ვილისანიოლმა ამოწურა მისი თავი საქართველოს ნაკრებში, სხვათა შორის ვინ ჯეოთიმის ძირძველი გამომწერია, იმახსოვრება ვლოგები 2021 წელს, როცა ჩვენ საუბრობდით ვილის და ნაკრების მომავალზე, დავამკვიდრეთ რომ ის ტაქტიკურად სუსტი მწვრთნელია და თუ რამე საპირისპიროს დაგვიმტკიცებს ბოდიში მოვიხდით თქო, მას შემდეგ ეს ჩვენ ვაღიარეთ, ჩვენ ვილისაც უთხარით ბოდიში, იმიტომ რომ მაშინ მაგერტიკებდით და მას შემდეგ მან მოახერხა და დააქამბექებინა საქართველოს ნაკრებს, თუმცა სამწუხაროდ ახლა ვერ ხედავ ამ გზას, იმიტომ რომ ეს რესურსი ამოწურულია. თვითონ ფეხბურთელებმა თქოს კომენტარებში ალბათ მოისმინეთ ფეხბურთელების კომენტარები, რომ ის ცეცხლი გამქრალია მოედანზე და მათი იდეალური ურთიერთობა აქვს ერთმანეთში. არ ვიცი, ეს ალბათ მიუთითებს იმაზეც, რომ რაღაც ცვლილებების დროა, რამდენიმე ფაქტი იყო, რაც პოსტშიც მეწერა. მაგალითად ერთი ის, რომ არასდროს დაიგეგმე ეს თამაშები, კიტეს და დემირალის კიტესაც უნდა იყო და დემირალი ამაზე კითხვა კიტესაც დაუსვით და თქო რომ ზონური დაცვა იყო. ამას გარდა მოდი ვისაუბროთ აი მარცხენა მცველის პოზიციაზე. ბოლო პერიოდში მატჩის პრესკონფერენციაზე ვკითხე ვილის, რომ ბოლო პერიოდში მარცხენა მცველის პოზიციაზე მარცხენა მცველის გარდა თითქოს ყველა ფეხბურთელს ათამაშა, თქო ითამაშა მარჯვენა მცველმა, ცენტრალურმა მცველმა, მარჯვენა გარემარბმა. ჩვენ არ ვსაუბრობთ კონკრეტულ ფეხბურთელებზე. იმ ზოგადად ფეხბურთელს სადაც ეტყვი ნაკრებში დადექიო, სულს და გულს გაიიღებს. რომ ნაკრებს რამეში გამოადგეს, ამ გადაწყვეტილებას მწვრთნელი იღებს.
თუმცა რეალურად ეხლა მე რო წამიყვანო და ოპერაცია ჩამოტარებინო. შეიძლება ვეცადო ოპერაციის გაკეთება, მაგრამ არ გამომივა, იმიტომ რომ არ ვარ ექიმი და არ შემიძლია ეს. სულ სხვა სპეციფიკაა ცენტრალური მცველისთვის, მარჯვენა მცველისთვის, მარცხენა მცველად თამაში. ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ ამით ყველაზე მეტად წვალობს ჩვენი ნაკრების ლიდერი ხუჩა კვარაცხელიაც, რომელსაც რეალურად ჩარვენები სჭირდება სწორი როგორც მარცხენა მცველის, რომ ის სივრცეები, როცა იმას რამდენიმე ფეხბურთელი კეტავს, გაუთავისუფლდეს. ამით ჩვენ ხუჩას შემდგომ პოტენციალსაც ვანახევრებთ. ამის გარდა აშკარად გვეთყობა, რომ ის ცეცხლი, რომელიც ჩეტევის ხაზში იყო, ცეცხლოვანად უტევდა საქართველოს ნაკრები, როცა ჩეხეთს 4-1 მოუგეთ, ან ბევრი კარგი თამაშია და გამქრალია, რასაც ფეხბურთელებიც ადასტურებენ. მე მგონი დროა რომ დავამშვიდობოთ დიდი მადლობით ბატონ ვილის და საინტერესო იქნება თქვენი აზრი კომენტარებში ვის ეხილა აქვს საქართველოს ნაკრების თავმჯდომარედ, თუმცა ჯერჯერობით რა თქმა უნდა ვილის არც ფედერაციას და არც ვილის მაგას განცხადება რომ ისინი და შეწყვიტავენ თამაშობას არ გაუკეთებიათ. ალბათ ფედერაციას ფედერაციას დაფიქრდება, ალბათ იმედია რომ თუ ამდენი ადამიანი ხედავს ეს იგი რაღაც მართლა იგრია. და ცვლილებების დრო არის აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს საუკეთესო თაობა ისტორიაში ჩემი აზრით და ეს თაობა არ უნდა დაიკარგოს. ჭირდება ტაქტიკურად ძლიერი მწვრთნელი, რომელიც ამ ფეხბურთელებს რაღაც გეგმას მიცემს. ჩემი აზრი იყო ესეთი ყოველთვის. მოდი ესე ვიტყვი მე. ჩემთვის ვილი სანიოლი არასდროს ყოფილა ძლიერი ტაქტიკოსი. თუმცა ეს იმედიც მეტყველებს, რომ როცა პირველი სხვა გუნდი გვიტანდა გოლს, შემდეგ თამაში ვერ ვაქამბექებდით. ანუ ძლიერი ტაქტიკოსი თამაშში ცვლილებებს აკეთებს თამაშის დროს. ჩემთვის ვილი უფრო იყო კარგი მწვრთნელი ნაკრებისთვის, იმიტომ რომ განწყობას და ურთიერთობებს ევროპულად, ფრანგულად ალაგებდა განწყობას, როგორც ჩემპიონის მენტალიტეტი, რომელიც მას აქვს, როგორც ფეხბურთიდან გადმოყვoli, ფეხბურთელის პერიოდიდან გადმოყვoli, კარგად გადმოყვოდა ჩვენს გუნდზე. თორე ჩემთვის ვილი სანიოლი კარგი ტაქტიკოსი არასდროს არ ყოფილა, ძლიერი ტაქტიკოსი. ძლიერი ტაქტიკოსებს საუბრობ. იმიტომ რომ ჩვენ თუნდაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით როგორც ტაქტიკური ხაზი თამაშში არ გვეთყობოდა ფეხბურთელების ინდივიდუალურ ხარისხზე იყო ყველაფერი დამოკიდებული ესე რომ ყველაფერს აქვს დასასრული როგორც ჩემი აზრით რაღაც მომენტში ვილი სანიოლის და საქართველოს ნაკრების ურთიერთობას ექნება დასასრული ძალიან იმედგაცრუებული ბრუნდების სახში ველოდები კომენტარებს ამ ორი თამაშის შეფასებასთან დაკავშირებით თუ ჩემ მონოლოგთან დაკავშირებით თქვენი აზრი როგორია მაგასთან დაკავშირებით განვიხილოთ კომენტარებში მადლობა ვინც მოусმენთ არ დაგეზარათ მადლობა კიდევ ერთხელ თქოთ გამოიწერეთ ჩვენი არხი საინტერესო ვიდეოების რომელიც უახლოეს პერიოდში გელოდებათ მადლობა და მომავალ შეხვედრამდე აბათ დროებით